თემა, რომელზეც დღეს უნდა გესაუბროთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პერიოდი, როდესაც ევროპაში ცხოვრობდი, დავწმუნდი, რომ ეს თემა და ცხოვრების წესი სამოქალაქო საზოგადოების, ევროპული კულტურის, ეკოლოგიის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დღეს ვისაუბრებთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე. გავესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც გადასხდნენ ველოსიპედზე, ტრანსპორტზე, როგორც ტრანსპორტზე და გაგვიზიარებენ მათ შთაბეჭდილებებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. ბათუმი ძალიან ლამაზი ქალაქია, მაგრამ უკვე საცობებით გადატვირთული, რაც არც თუ ისე სახარბიელო ფონს ქმნის. ამიტომ გამოვყევით ყოველდღიური დატვირთული გრაფიკი, შფოთვა, ხელვა, ემოციური ფონი, რაც თითოეულ ადამიანს გვაწუხებს. ეს არის ჩვენი ყოფითი ცხოვრება, რაში ვცხოვრობთ და თითოეულ ადამიანს გვჭირდება დასვენება, ასევე ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით უნდა გავისაუბროთ ჩვენს ფსიქოლოგს ქეთი ბერიძეს. თუ შეიძლება რო გითხრათ, დასვენება, ვარჯიში და რო გითხრათ, რამდენად დადებითად აისახება ადამიანის სხეულზე, თუნდაც სწორი ცხოვრების წესი და სწორი კვება, სეირნობა, ველოსიპედით გადაადგილება როგორც ტრანსპორტი. ძალიან მნიშვნელოვანია სხეულზე ზრუნვა, ვინაიდან ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფიზიკური ჯანმრთელობა ერთმანეთისგან განსხვავებული არ არის. ერთმანეთს განაპირობებენ და უფრო მეტიც ძალიან ხშირად ადამიანს, როდესაც აქვს გარკვეული ჩივილები სხეულთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ფსიქოლოგიურმა პრობლემამ გამოიწვია ეს დაავადება, თუ ამ დაავადებამ გამოიწვია ფსიქოლოგიური პრობლემები. ერთმანეთთან არის ჯაჭვურად დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია სხეულზე ზრუნვა, უფრო მეტიც ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ვიზრუნოთ ჩვენ სხეულზე ემოციების გამოხატვა შეგვეძლოს და რა თქმა უნდა კოგნიტური ფუნქციები არ დაგვრჩეს ხედველობის მიღმა. ძალიან ხშირად მხოლოდ ყურადღებას აქცევენ კოგნიტურ ფუნქციებს, აზრებს, ფიქრებს, მეხსიერებას. სინამდვილეში სხეულსაც აქვს მეხსიერება და სხეული ძალიან დიდ სამსახურს გვიწევს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბევრი ვისეირნოთ, მივიღოთ მზის აბაზანები, ვისარგებლოთ აერით, ვისარგებლოთ წყლით, დრო დაუთმოთ სურვას, ველოსიპედით სიარულს, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ადვილად გავუკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, როგორიც არის ტრავმები, სტრესები და თანამედროვე ცხოვრება სავსეა ტრავმებით და სტრესებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჩვენ შევხვდეთ ამ გამოწვევებს მომზადებული. ბათუმმა უკვე მიიღო სპორტული ქალაქის სტატუსი, დროა უკვე გადავერთოთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი მაინც დატვირთული ავტომობილებით და რიგ შემთხვევაში შეინიშნება საცობებით, არსებობენ ადამიანები, ვინც წლებია უკვე სარგებლობენ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, ველოსიპედით და აქვე არის ჩემი მეგობარი ზვია ცირაბიძე, რომელიც უკვე წლებია, რაც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით სარგებლობს და ეს არის ველოსიპედი. მოგესალმები ზვია. რატომ ველოსიპედი? ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ჩემი ტრანსპორტი ყოფილიყო ველოსიპედი, იყო ის, რომ მეტი დრო გამეტარებინა ღია სივრცეში. თავი დავანებოთ იმას, რომ ის ფიზიკურად არის ორგანიზმისთვის ძალიან კარგი. მე უბრალოდ ეჩვევი იმდენად ერთადერთი, რაც ალბათ უკუჩვენება აქვს ის, რომ ვეღარ ძლებ მე მანქანაში. და თან ერთგვარი შეგრძნება გაქვს, მე არც არ დამავიწყდება. ნათესავი ჩამოვიდა ლონდონიდან და შვილი ახდა, იქ დაბადებული და როგორ შემაქო პატარა ბავშვმა, თუ რამდენად ვარ ჩართული ცხოვრების პროცესში, ეკოლოგიური ცხოვრების პროცესში, რომ გადავადგილდები ველოსიპედით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთგვარი მაგალითი თანაქალაქელებისთვის. მე ძალიან ბევრჯერ მიკითხავს ადამიანებისთვის, რატო არ სარგებლობენ ველოსიპედით. რეალურად ზოგავ ფულს, მოძრაობ ველოსიპედით, აჯანსაღებ ორგანიზმს, მაგრამ პასუხს ვღებულობ ძალიან ტრივიალურს და ბანალურს. მოსმენაც რო არ მოგინდება, რაღაც ბანალური მიზეზები აქვს ყოველთვის იმისთვის, რომ გაამართლონ, რომ ველოსიპედზე არ უნდა
გადაჯდომას. თქვათ არის თითქოს კი არის ძალიან ბევრი პრობლემა, რეალურად ამაზე ალბათ შენ გადაცემაში ისაუბრებ კიდეც. ძალიან უხერხულია და უხეშია რომ პარკინგზე ხდება მაგალითად რუსულად ველობილიკზე ხდება პარკინგი, მაგრამ აი ხა წარმოგიდგენიათ, აი ჩემი მეგობარი მოდის, სხვათა შორის ნინუცა მაყაშვილი, რომელიც მე ჩემი ეჭვი მაქვს რომ გარდა იმისა რომ მას მეგობრები ყავს ბათუმში ჩამოდის ბათუმში ჩაგეხუტო იმისთვის რომ ისენ რამო ბერიძე გაიცანი იმისა ძალიან კაი გადაცემას აკეთებენ და მინდა რომ ჩაერთო შენც ამ თემაში რაღაცა სპორტთან არის დაკავშირებული კი სპორტთან არის დაკავშირებული არის ველოსიპედთან დაკავშირებული ჯანმრთელი ცხოვრების წესთან დაკავშირებული და მოდი ახლა რამას ალბათ რამდენიმე კითხვა იქნება შენთან პირველ რიგში მაქვს რატო აირჩიე ველოსიპედი და რამდენი ხანია რაც სარგებლობ ველოსიპედის სარგებლობ ძალიან დიდი ხანია მინდა გითხრა იმიტომ რომ გავაცნობიერე და მივხვდი რომ ბევრად უფრო მარტივია გადაადგილება ბევრად უფრო ჯანმრთელი ხარ და რაც თავარია საცობები არ გიწევს მანქანის პარკირებაზე არ გაქვს პრობლემა და ზოგადად კარგია სხეულის ტონუსში გაგდა არ ვიცი ეს არის ჩემი გაუნუყოფელი ნაწილი თბილისში ახერხებ ამას ნინუცა თბილისში არის ძალიან რთული ველოსიპედის სარგებლობა იმიტომ რომ ბათუმისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს ველობილიკები ხალხის ცნობიერება ვერ ხვდება იმას რომ ველოსიპედი არ არის საკატაო ასე ხო მეც მეკითხებიან ხოლმე ხშირად ხო ტროტუარები არ არის განკუთვნილი ამისთვის სულ გადათხილია და ძირითადად გიწევს ძალიან რთულად მოძრაობა და როდესაც მოძრაობ ზოლზე საავტომობილო ზოლზე უშუალოდ მარჯვენა მხარეს უკიდურესად რატომღაც ეს ტაქსის მძღოლები თვლიან რომ შენ კატაობ და სულ არ აღიქმება ველოსიპედი არ აღიქმება ტრანსპორტად ბათუმში როგორი დამოკიდებულება აქვს როდესაც სიყვარული იმიტომ რომ მე ბათუმში ჩამოვდივარ არ არსებობს რომ ველოსიპედთან ერთად არ ვიყო იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მართლა ვიждები ისე მიყვარს ბათუმი იცი შენ გადასარეოთ ჩემი არ ვიცი დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი პლუს იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ველობილიკები მოწესრიგებული და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ველომოყვარულისთვის იმიტომ რომ არ გაქვს პრობლემა ფეხით მოსიარულე არ დადის ისედაც იშვიათად ვხედა უკვე ფეხით მოსიარულეს თითქოს სულ მანქანებით დადის ეგ არის კატასტროფა კი ანუ საშინელება ხდება იმიტომ რომ აი ძალიან ცოტა ფრეითი არის და ძირითადად ყველა არის სულ საცობებში და სულ მანქანებში და რა მე არა მარტო ახალგაზრდებს მინდა გითხრა, რომ არც მე არ ვარ შეიძლება ითქვას ეს ახალგაზრდა, თუმცა ესე გამოვიყურები ველოსიპედის სწავლობით, ვურჩევდი იმას, რომ გადმოდნენ მანქანებიდან ბევრად უფრო ჯანსაღ ტრანსპორტზე, იმიტომ რომ ნაკლები გამონაბოლქვი იქნება, ბედნიერებიც იქნებიან, კარგი ხასიათზე და თან კარგი ტანი ექნება და მადლობა დიდი ძალიან მადლობა მადლობა პირიქით. მე კი გამარჯობა. შენ ხარ ადამიანი, რომელიც ბათუმში ძალიან დიდ საქმეს აკეთებ და ამის პროექტში მადლობა. მოგეთ ველოსიპედზე სრულიად დამოკიდებული ხარ უცხოეთიდან გამომდინარე მეც იქ ველოსიპედს სარგებლობდი როგორც ტრანსპორტს და ბათუმში რაც ბოლო წლები ვამშე უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს და უკვე იზრდება პოპულარიზაცია ესე ვხედავ მე ამ ყველაფერს. მიამბე შენი ორგანიზაციის აქტივობების შესახებ, რამდენად პოპულარობით სარგებლობს და ზოგადად ბათუმში რამდენად არის ინფრასტრუქტურაც, საზოგადოებაც მზადყოფნაში, რომ ეს ყველაფერი შეიყვაროს პირველ რიგში და გადაჯდეს და ისარგებლოს როგორც ტრანსპორტი და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ მე ვარ წარმოადგენელი ორგანიზაციის Critical Mass ბათუმი, რომელიც დავაარსეთ 4 წლის წინ. წარმოიშვა შეერთებული შტატებიდან, რომელიც მიზანიცაა გაერთიანოს ველომოყვარულები. როგორც იცით, ბათუმს მიენიჭა სპორტული ქალაქის სტატუსი. ვიკრიფებით ყველათვის ბოლო პარასკევს, თითქმის ვკეტავთ ქალაქს. გვაქვს ცვლილობა ცენტრალურ ქუჩებზე, ვაჩვენებთ ხალხს, რა არის ველოსიპედი, რა არის ეს მოძრაობა. მოვწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ. ცოტა დავეხმაროთ ჩვენს ქალაქს, რომელიც არის გადატვირთული განსაკუთრებით ზაფხულში მანქანების და მოტოციკლეტების და სხვა ტრანსპორტის გამო. გავერთიანდით, დავждეთ ველოსიპედებს, გადავждეთ ველოსიპედებზე. და ვანახოთ ყველას, რომ რა სპორტული ქალაქი ვარ ჩვენ. ასე თქვა. ცნობიერება საზოგადოების 80% ძალიან დაბალია ავტომობილებს და ველოსიპედისტებს შორის და ხშირია შემთხვევები, რომლებიც ავტომობილები არ აფასებენ რა. ველომოყვარულების ან ვინც ველოსიპედით გადაადგილდება, იმათი ძალიან ბევრ შემთხვევაში კიდევაც უთმობენ და კიდევაც პატივსცემენ და ძალიან ბევრ შემთხვევაში ცდილობენ, რომ თითქოს გაუსწრონ რაღაცა ეჩქარება, თითქოს საცობით გადაყენილია მთელი ქალაქი. მესამე კატეგორია, რაც შეეხება ვინც მოგზაურობს
სპორტითაა დაკავებული ვარჯიშით, გადის სულ არ აქვს მნიშვნელობა, ველობილს საერთოდ არ დადის, გადის 100-150 კილომეტრის რადიუსში რა. და თავარია იმისთვის ნორმალური გზა, რომელიც დღესდღეობით საქართველოში, გინდა ბათუმის შემოსასვლელში, გინდა ბევრ ადგილებში, ქალაქის გარეუბნებში მოუწესრიგებელია რა ეს სავალი ნაწილი ავტომობილისთვისაც და ველოსიპედისტვისაც. სასურველი ის იქნება, რომ პირველ რიგში თუ ქალაქში გაკეთდება, ნუ გასაგებია ბიუჯეტი, დიდი ბიუჯეტი თანხაჭირდება ყველაფერს და რაღაცა მინიშნებები უბრალოდ მაინც პატარა ბიუჯეტით, რომ აქ ველოსიპედმა უნდა გაიაროს, აქ უნდა დაუთმოთ ერთმანეთს ან ავტომობილმა და ფეხით მოსიარულემ და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებთ და ასევე სპორტსმენებისთვის და მოყვარულებისთვის ნორმალური გზები. თუ კი დღემდე ფიქრობდით, რომ ველოსიპედი უბრალოდ განტვირთვის კარგი საშუალებაა, იმედი მაქვს ცოტათი მაინც შევძელით თქვენი გადარწმუნება. გარდა სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისა, რასაც ველოსიპედი შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, ასევე გაუფრთხილდებით თქვენი შვილების, მეგობრების და ზოგადად ადამიანების კეთილდღეობას. ავტომობილების რაოდენობის შემცირება ნიშნავს ნაკლებ გამონაბოლქვს და მეტ სუფთა ჰაერს. ვიზრუნოთ მომავალზე. შეხვედრამდე.